მე მინდა ვისაუბრო დღეს არსებულ ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკაზე, რომელიც ცალსაღად არის პოლიციურ რეჟიმზე და ღონისძიებებზე დაფუძნებული. სიმბოლური არის, რომ ნარკოლოგიური შემოწმებები, რაც ხდება ქვეყანაში, სწორედ თავარი სიმბოლო არის არსებული ნარკოპოლიტიკის, როდესაც აბსოლუტურად გაუგებარ ვითარებაში, გაუგებარი საფუძვლებით ჩვეულებრივი ადამიანები გადაყავთ დაწესებულებებში, აცდევინებენ მათ, ხარჯავენ მათ ძვირფას დროს და დღეს არსებული ნარკოპოლიტიკა არ არის არავითარ შემთხვევაში და არანაირად რაიმე არგუმენტირებულ და რაიმე რაციონალურ პოზიციებზე დაფუძნებული. ის არათუ ეძებს და არათუ ცდილობს, რომ რაიმე მსხვერპლი შეამციროს ან ზიანი შეამციროს ამ პრობლემით. პირიქით, არსებული ნარკოპოლიტიკით ხდება ახალი მსხვერპლების შექმნა, ახალი დაზარალებული ადამიანების შექმნა, იმიტომ რომ არსებული რეჟიმით ცალსახად მარგინალიზდება ნარკოტიკის მომხმარებელი, მარგინალიზდება არა მარტო სახელმწიფოს მხრიდან, არამედ მათი ზოგადად სოციუმის მხრიდანაც. ისინი რჩებიან ყოველგვარი შემოსავლის თუ სოციალური კაპიტალის გარეშე და როდესაც ხდება მათი თუნდაც საჯელახოებით დაწესებულებებიდან გამოსვლა, ისინი ფაქტიურად ნოლიდან შიშვლები იწყებენ ცხოვრებას, რაც წარმოუდგენელს ხდის მათ სრულ რესოციალიზაციას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ სრულყოფილ ჩართვას თავიდან.